ჩვენი ტრენინგის ერთ-ერთმა მონაწილემ დაგვისვა ესეთი შეკითხვა, თუ როგორ დაეშალა სახელი და გვარი, მაშინ როდესაც ამ სახელსა და გვარის შორის არ არის გამოტოვება. და არის ლათინურად, იმიტომ რომ ქართულ ასოებში დიდი და პატარა ასო არ აქვს, ხოლო ლათინურის შემთხვევაში კი გვაქვს დიდი და პატარა ასო. მე გიორგი დათქვიშვილი და თქვენ ყოფილთ Microsoft Excel-ის ვიდეო გაკვეთილს. სწორედ ამ თემას შევეხებით ამ გაკვეთილში. მოდით ვნახოთ გადმოვიტანოთ სახელები და გვარები, მაგალითად, ავიღოთ რაღაცა სახელები და გვარები და ის ჩამოვიტანოთ ამ ნაწილში. როგორც ხედავთ, მათ შორის სპეისი არ გვაქვს. ერთ-ერთი მეთოდი, რომელთაც შეიძლება ეს აიხსნას, გახლავთ ძველი მეთოდი, ანუ ძველი ვერსიის Excel-ისთვის მეთოდი და ვნახოთ, რამდენად კარგი იქნება ეს მეთოდი. როგორც ხედავთ, მოცემული სახელები და გვარები, ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ დავშალოთ კონკრეტული მიმართულებით. მაგალითად, დავშალოთ შემდეგნაირად. აი, პირობითად დავამატოთ მას ახალი სტრიქონი, უთხრათ ნუმერაცია 1, 2, პირობითად გამოვწიოთ ის და აი რაღაცა რაოდენობაზე, პრინციპში, 16 სიმბოლოზე გამოვთვალოთ. თუმცა, სასურველია, რომ ალბათ ვიცოდეთ, რამდენი სიმბოლოსაგან შედგება თითოეული მათგანი, რომ თუ 16-ს აღემატება, აი მაგალითად 19. ესე იგი, მაშინ სასურველი იქნებოდა, რომ ცოტა მეტიც გაგვეკეთებია, ანუ რეალურად 19-მდე გავსულიყავით. მაგრამ მიზანი თუ რატო გავაკეთეთ ეს არის ის, რომ დავშალოთ ჩვენი ტექსტი. როგორ შეგვიძლია დავშალოთ ტექსტი? ტექსტი შეგვიძლია დავშალოთ მიდით, სადაც მაგალითად ვეტყვით, რომ თუ ამ ჩანაწერში ჩვენ ამოვიღებთ აქედან პირველ სიმბოლოს, მაგალითად აი აქედან ერთ სიმბოლოს და მივცემთ OK-ს. თუმცა ფორმულა უნდა გავყინოთ ამ შემთხვევაში ერთიანი, ანუ ამ შემთხვევაში ჩავსვათ დოლარის ნიშანი ერთიანის წინ, ხოლო აქ კი 100 წინ და მივცეთ OK. ცხადია, როდესაც ფორმულას გამოვწევთ გვერდით, აი ამ 19-ვე სიმბოლოზე და ქვემოთაც ჩამოვწევთ, ყველგან იქ, სადაც ეს მართლაც უნდა დაიშალოს, დაიშლება და მოგცემს თლიან მონაცემს. თუმცა პირველი სვეტის მონაცემი რეალურად ჩვენ არ გვჭირდება, იმიტომ რომ პირველი ასო ვიცით, რომ ისედაც დიდი ასოთი იწყება და სახელია. ჩვენი მიზანი არის, რომ მეორე დიდი ასო ვიპოვოთ. აქვე გეტყვით, რომ არსებობს მაგალითად ასეთი ფუნქციები, რომელიც არის დავუშვათ A და დიდი A, Z და დიდი Z. თუ მაგალითად ფუნქცია კოდს გამოვიყენებთ, ტოლია კოდი, ის გვეტყვის, თუ აქ მე რამდენი სიმბოლო არის A დიდი, A პატარა, Z პატარა და Z დიდი. გამოდის, რომ თუ 90-ის ქვემოთ კოდის მონაცემი გვექნება, ის ესე იგი მოგცემს დიდ ასოს. და ჩვენი მიზანია, რომ გავიგოთ რეალურად თითოეული ამ ასოს, ანუ კოდის ასოები, ანუ რაც გვაქვს, არიან თუ არა ნაკლები 90-ზე, ან ტოლი პრინციპში. ნაკლები ან ტოლი 90-ზე. და ნახეთ, რა თქმა უნდა, თანამედროვე Excel-ში, ახალ Excel-ში ეს თავისით გაიშალა და მოგცა, რომ აქ true ნამდვილად არის. მაგრამ ამას ვერ გავაკეთებთ ძველი ვერსიის Excel-ში, ამიტომ გამოდის, რომ მოგვიწევს აქ დავწეროთ მხოლოდ კოდი, ნაკლები 90-ზე და შესაბამისად ის გავავრცელოთ 20 უჯრაზე ცხადია. ეს შეგვიძლია პირდაპირ ავდგეთ და კოდი ახლა აქ შემოვიტანოთ. ანუ ამ მოცემულობას დავამატოთ გარედან კოდ ფუნქცია და საბოლოო ჯამში კოდი მივიღოთ ამათი. თავისთავად მივიღებთ რიცხვებს, რომელ რიცხვებშიც ჩვენ უკვე ხედავთ, რომ გვაქვს შესაბამისად მონაცემები, აი ასეთი რიგითი, ასე ვთქვათ, ნომრებით. და რა თქმა უნდა, არის თუ არა ნაკლები 90-ზე, არ უნდა დაგვავიწყდეს, ხო? ნაკლები ან ტოლი 90-ზე. მივიღეთ შესაბამისად აი ეს მოცულობა, ჩამოვწიოთ ქვემოთ და აი დავუშვათ, ნახავთ, რომ მართლაც გვაქვს true და false-ები ამ ნაწილში. ასევე თავისთავად სადაც true მივიღეთ, ბუნებრივია, რომ იქ შესაბამისად გამოთვლა მოხდება. თუმცა ასევე შეგვიძლია, რომ გავაკეთოთ if error-იც ფუნქცია, რომ იქ სადაც გვაქვს error-ი, შესაბამისად საერთოდ არაფერი არ დაწეროს და თუ ეს მოგცემს შეცდომას, უბრალოდ არაფერით არ შევავსოთ. დანარჩენ შემთხვევაში გქონდეს false-ები და true-ები. და აი მივიღეთ ესეთი ნაწილი. ჩვენი მიზანია, რომ სადაც იქნება true, იქ დაწეროს მაგალითად ერთიანი. შემდეგ ესე იგი ვეუბნებით, რომ if პირობითად ან თუნდაც ერთიანი თუ გვინდა რომ დაწეროს და ნოლიანი, უბრალოდ შეგვიძლია 1 გავამრავლოთ ამაზე და ნახეთ გამოსახულებაში მივიღებთ აი ასეთ ჩანაწერებს. თავისთავად აი აქ უკვე
შემოვიდა ისევ error-ი, ამიტომ ალბათ უპრიანი იქნებოდა, რომ სანამ გავაკეთებდით if errors, შიგნით გაგვემრავლებინა ის ერთიანზე. ალბათ ესე უფრო სწორი იქნება რა, ამბენახეთ და აი აქ შესაბამისად გამოვიდა ეს შედეგი. მაგრამ თუ ერთი გამრავლდებოდა აი ამ შედეგზე, მაშინ გამოდის, რომ false-ებს მივიღებთ, იმიტომ რომ თუ ამათი გამოთვლა იქნებოდა false-ი, თავისთავად, დააბრუნა, აი როგორც ხედავთ, false-ი და არა error-ი. ამიტომ ასეთ დროს ამ შედეგსაც ვერ გამოვიყენებთ. ალბათ კიდევ უფრო სწორი იქნებოდა, თუ ამ შედეგსაც კიდევ ერთხელ if errors დავადებთ. და თუ if error-ი გვექნება, მივცეთ უკვე შესაბამისად სიცარიელე. და აი ვნახოთ, მართლაც ჩამოვედით და უკვე გვაქვს მონაცემი. ახლა კი ვნახოთ, სად იქნება match-ი. მაგალითად, match-ი რისი? Match-ი ვიპოვოთ, თუ მე რამდენია ამ უჯრაში, ანუ აი ამ მასივში ერთიანი, ანუ ერთიანს ვეძებთ რეალურად აი ამ მასივში. და პასუხად ვიღებთ, რა თქმა უნდა, ზუსტი შესატყვისით რიგის ნომერს. და აი ვნახეთ, თუ მართლაც როგორ მოგცა ეს რიცხვი. ასევე ვნახავთ, რომ ჩვენ შეიძლება გვქონდეს შემდეგ უკვე left-ი, სადაც ვეუბნებით, რომ მაგალითად ამოიღოს ტექსტიდან აქედან აი ამდენი სიმბოლო. იმიტომ რომ დიდი 100 შესაბამისად აი აქ გვაძლევს სახელებს. ხოლო უკვე გვარის დასაშლელად კი ძალზედ მარტივად substitute ფუნქციას გამოვიყენებთ, სადაც ვეუბნებით, რომ substitute-ში მან აიღოს მაგალითად ძირითადი ტექსტიდან ჩვენი სახელი და ის ჩაანაცვლოს არაფრით. საბოლოო ჯამში მას ვნახავთ, რომ ჩაანაცვლდა და გვარები დატოვა, ანუ სახელი ამოაკლო და გვარები დატოვა. ეს გახლდათ ერთ-ერთი მეთოდი ამოხსნის და პრინციპში საკმაოდ ასე ვთქვათ, საინტერესო იმ კუთხით, რომ სხვადასხვა ბევრ ფუნქციას შევეხეთ შიგნით. თუმცა არ შევეხეთ და არ ვისაუბრეთ ისეთ სიტუაციაზე, როდესაც ეს შეიძლება იყოს უფრო გრძელიც და ანუ აქ გინდა არ გინდა რაღაც ფიქსირებულ სივრცეში ჩავეტიეთ. ჩვენ ვნახავთ კიდევ ერთ ამოხსნას, ოღონდ ვნახავთ ამას უკვე მომდევნო კვირას, მომდევნო ოთხშაბათ საღამოს და ვნახავთ თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ის უფრო მეტად დინამიურად, ან ვნახოთ როგორ გავაკეთოთ ძველი ვერსიის Excel-ისათვის, ოღონდ ისე რომ არ დაგჭირდეს მრავალი სვეტის გამოყენება. მადლობა ყურადღებისათვის, მომავალ შეხვედრამდე.